დეტალებს ანუკა ქინქლაძე გაგაცნობთ. Სახალხო დღესასწაული დილიდან ყვარელში ილიაობის ზეიმთან დაკავშირებით აქ უკვე გაიხსნა რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი. Ამ წუთებში კი ყვარლის ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს კულტურისა და ტურიზმის ცენტრიც. Თუმცა მოვლენათა ეპიცენტრი მაინც ყვარლის ციხე-გალავნის მიმდებარე ტერიტორია. აქ დადგმულია ფაცხები, სადაც ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და კახური სამზარეულოა მოწყობილი. ბექამ ჭედლიშვილია პირდაპირ ეთერში ყვარლიდან. ბექა იმედია კახური ღვინო და ჩურჩხელები უკვე დააგემოვნე. ისევე როგორც ყველა აქ ჩამოსულმა სტუმარმა, მათ შორის მე, რა თქმა უნდა, უკვე დილიდან დავაგემოვნეთ კახური ჩურჩხელა და ასევე კახური მწვადი. დილიდან არის საზეიმო განწყობა, ქალაქში არის უამრავი სტუმარი ჩამოსული ყვარელში და ისინი ილიაობას ერთად აღნიშნავენ. დილიდან არის საზეიმო მსვლელობა, ქუჩაში ეწყობა გამოფენა გაყიდვა და იყიდება სხვადასხვა ძველი ქართული ნივთები. ასევე არის ყველგან მოწყობილი სპეციალური ფაცხები, სადაც მზადდება სხვადასხვა სახის პროდუქცია. შესაბამისად, ყველა აქ ჩამოსულ ადამიანს შეუძლია რომ ახლა დამოვლებული ჩურჩხელა ადგილზე დააგემოვნოს და ასევე კახური ღვინოც მიირთვას. ასევე დილიდან კოსტუმირებული მსვლელობა არის ყვარლის ქუჩებში და დილიდან ილია ჭავჭავაძის გასუსხლებული პერსონაჟებიც კი გამოჩნდნენ ყვარელში. დღეს ბედნიერება გვერგორო ეს როლი გვეთამაშა თან ყვარელში ილიაობას. ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ დღეს ამ დღესასწაულზე ვართ და ამ დიდებული ადამიანის პერსონაჟებს ვასახიერებთ. ილიაობასთან დაკავშირებით ვაკეთებთ ამ ხელებს და პატიცებს ჩამოსულებს და რა ყველანაირად რაც შეგვიძლია ვემსახურებით. რაც შეეხება თავად უკვე ღონისძიებებს, დილიდან ყვარლის ციხე-გალავანთან იყო ძირითადი ღონისძიებები მიმდინარეობდა, თუმცა უკვე ცოტა ხანში მთავარი ადგილი გახდება ყვარლის ცენტრი, ადგილი, სადაც ცოტა ხანში დაიწყება კონცერტი. დღეს განმავლობაში რამდენიმე ობიექტის გახსნა მოხდა თავად ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაიხსნა ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც უახლესი ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი და აქ აქტიურად მოხდება ახალგაზრდების სპორტში მომზადება, ასევე რამდენიმე წუთში, სწორედ ამ წუთებში გაიხსნება სპეციალური ტურისტული ცენტრი, რომელსაც თავად ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყვარელში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება. ახეთი არის ერთ-ერთი ისეთი რეგიონი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის გასავითარებლად. კერძოდ ყვარელი არის ძალიან საინტერესო ტურისტებისთვის, აქ არის ძალიან ბევრი კულტურული სანახაობა და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მიზანშეწონილი იყო აქ ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა, რაც დაგვეხმარება ტურისტებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ სად წავიდნენ, როგორ წავიდნენ, გავუადვილოთ, ასე ვთქვათ, მათ სანახაობრივი პროცესი. რამოდენიმე სპორტის სახეობაში შეეძლებათ აქაურ მსხვილ ბავშვებს მოვიდნენ, მოემზადონ კარგ პირობებში და ისინი გაიზარდნენ უკვე ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ სპორტსმენებად. ასევე ეს დღე დავამთხვიეთ სიმბოლურად დღევანდელ დღეს. ძალიან ლამაზი ზეიმი არის დღეს და ყველას მინდა მიულოცო ეს ბრწყინვალე დღე. არის წარმოდგენილი ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აქ მოსული მრავალ სტუმარს აქვს საშუალება, რომ საკუთარი თვალით იხილოს, თუ როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ილიას სამშობლო. დღეს იმ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი არის აი ამ შესანიშნავი სპორტული დარბაზის გახსნა, რომელსაც წლების განმავლობაში რეაბილიტაცია ჭირდებოდა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო სპორტული სექციები. ამ დარბაზის რეაბილიტაცია საშუალებას მოგცემს, რომ აღდგეს ამ რაიონის სპორტული ტრადიციები. უკვე დასრულებულია ყვარლის ცენტრში მთავარი სცენის მონტაჟი, სადაც ცოტა ხანში ზუსტად 1 საათში დაიწყება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის შემსრულებლები. ისინი უკვე ყვარელში არიან ჩამოსულები და შესაბამისად კონცერტი ზუსტად 1 საათში დაიწყება, როგორც უკვე გითხარით. რაც შეეხება იმ სანახაობებს, სადღესასწაულო განწყობას, ყველა ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გვიან საღამომდე გაგრძელდება. დიდი მადლობა, ეს იყო ბექა ჭედლიშვილი და პირდაპირ ჩართვა ყვარლში.